წასასვლელი მაქვს სადმე? მითხარ მივინიშნო სახელმწიფო, მივინიშნო სადმე. თუ ამას არ მომცემენ, ხო? ეთილინებოდა სანამ მე რამეს გავაკეთებ ახლა. იქამდე ვინ ამომცემ. მე ვარ ზია მეგრელიშვილი, ფაქტიურად 25 წელიწადია მართა უსახლკარო ვარ. არანაირი შეღავათი სახელმწიფოდან ესე მინის თაობაზე არ მქონია. არც იმიც არ მქონია. ხან საცხოვრობდი, ხან საცხოვრობდი და ხან როგორ ვირჩედი თავს და ხან როგორ ჩემი ჯანმრთელობის და მიუხედავად თავშესაფარშიც კი გამოვიარე. წარმოიდგინეთ, ისეთი სიტუაცია მქონდა. და ახლა ვინუშდენი ვარ, გინდა თუ არა, მე წელწადნახევარია მიტინგს მართავ და ვითხოვ სახელმწიფოდან, მერიასაც მივმართე, აჭარის აპარატსაც მივმართე, უმაღლეს საბჭოსაც მივმართე, ყველას მივმართე. პოლიციაზე მისვლამდე ინფორმირებული არიან და წელიწადია მაგ საკითხს ვიძახი, რომ მე არ მაქვს სახკარი და დამეხმარეთ, რომ სისხლისამართლე საქმე არ გავაკეთო. მაგრამ ვინმე არ დამეხმარა და 2000 ლარზე რო ევიდა 2200 ლარი მაგ გადასახდელი. რო ევიდა ეს ქირის ფული. მე უკვე აღარ შემიძლია. სხვასაც ვერ ვაწვალებ. ჩემი იმით. ამიტომ ვინუშდენი ვარ, სანამ გამომიყრიდნენ, სანამ პრობლემები შეიქმნებოდეს, სანამ წეწვაგლეჯვა დაიწყებოდეს, მე ჩემით გამოვედი აგერ ნახე. აქ არც პირობები არის, არც წყალია, არც ისეთი ადგილია, რომ მე ნორმალურად ვიცხოვრებოდეს, მაგრამ მე ვინუშდენი ვარ, რომ აქ ვიცხოვრო. იმიტომ რომ მე სახელმწიფო ვერ აკეთებს იმას, რაც რომ საჭიროა, ბიზნესმენყოფას და მე იძულებული ვარ, ჩემი შვილი მყავდეს ჩხუბის გარეშე. ჩემი შვილი არის 14 წლისა, 15 სათავეებს და ძალიან ბავშვს არაფერი არ უნახია რა. ამ ქვეყანაზე ნორმალურად არ უნახია არაფერი. წარმოიდგინეთ, თავშესაფრიდან მე ბინაში ქირაში და ქირას რო ვერიხდი და ყოველ დღე რომ რაღაცა კამათი და ჩხუბი და შვილო მოითმინა და შვილო მოითმინა ყოველთვის ხომ ბავშვი არ მოითმენს არა. მე სოციალურიც მომიხსნე, სოციალურიც აღარ. აი ამფერ გაჭირვებულ ადამიანს სოციალურიც შეჩერებაზე გაუშვეს, რომ მე ფაქტიურად შეჩერებული მაქვს 22 თანხას ვერავე. და წარმოიდგინეთ, რა უნდა გააკეთოს თავრობა. ამ თქვენი შემოსავალი რა არის ახლა? არაფერი. მაყვას დავკრიბავ აგერ და წევიღებ და ჩავაბარებ. დღეს უნდა მომეკრიბავ და გაწვი. სასადილოს უფროსმა მითხრა, რომ მე ადრე მქონდა შეწყვეტილი და ორი კაცისა და საჭმელსო არ დაგამადლებ და მოგცემო მითხრა. მაგრამ ფაქტიურად არ მეკუთვნის. ბაზარშიც ვერ დავჯდები, რომ დავჯდე, თემი ჯანმრთელობა არ მაძლევს იმის საშუალებას. ფაქტიურად სადღაც დიასამიძე გამისვა სამუშაოზე, იმიტომ რომ მაგიდა რო ქონდა, მივაკითხე იქა მისი არჩევნების მაგიდაზე და გამოდი მეთქი უთხარი, რატომ მიხვალ მერის თანამდებობაზე, ის მითხარი მეთქი უთხარი, მოწესრიგებული არაფერი არ გაგვიყვება. ხო და გამიშვა იქა, რომ მე ფაქტიურად პრობლემები არ ხდება. არჩევნების პერიოდში. არჩევნების პერიოდში მუშაობდი, არჩევნები რომ სად მუშაობდი? კონტროლს. საზოგადოებრივ ხელვაჩავრის მუნიციპალურ ტრანსპორტზე მუშაობდი. 2 თვე ვიმუშავ, 2 თვეც არა. ფაქტიურად კონტრაქტი რო გრძელდება, არ გამიგრძელეს. იმიტომ რომ საზაში თანხმებული იყო 2 თვეში უნდა დამეტოვებდეს სამუშაო. ანუ მხოლოდ საარჩევნო პერიოდში დაგასაქმეს და შემდეგ გაგათავისუფლეს. მიზან განზრახულად მერმა გააკეთა ის, რომ მის არჩევნებზე პრობლემები არ შეგვეძლო. შენ ტოლვილი არ ხარ და ამაზე მეტი ტოლვილი არის. მითხარით. აჰა, აი, ამაზე მეტი ტოლვილობა არის სადმე? დანარჩენი გაეცენ ხალხმა პასუხი რა. მე უკვე დავიღალე, იმიტომ რომ მე ამოვიდა ყელში. მირჩევნია ამ უწყლობაში, ამ ვერთხებში, ამ ქვეწარმავლების გვერდზე ვიცხოვრო. როდესაც გადმოსვლას ვაპირებდი, 1 თვის უკანაც მივედი სამთავრობოსთან, პატრულიც გამოვიძახე და ყველა გამოვიძახე, რომ ფაქტიურად ცოდნოდა ყველას, მაგრამ არავინ რეაგირება არ გააკეთა და ინურზემი გავხდი, რომ გამოტეხა და შემოსულიყარ. გამოტეხა და კარი არ აქვს და ფანჯარა არა, გატეხილი არაფერი არ არის, მაგრამ უბრალოდ ის არის, რომ მე შემოვედი